ნაციონალური მოძრაობის აჭარის ორგანიზაციაში ხელისუფლების საკადრო პოლიტიკასთან დაკავშირებით განცხადება რაულ თავერთქილაძემ გააკეთა. იგი ამბობს, რომ შინაგან საქმეთა მთავარის სამმართველოს პოსტზე ვალერი თელიას ადგილზე დავით თამაზაშვილის დანიშვნა კარგია, რამდენადაც აჭარის მთავარის სამმართველოს ახალი ხელმძღვანელი წარმოშობით ქობულეთელია. თუმცა თავერთქილაძე განმარტავს, რომ ცვლილება თვითმმართველობის არჩევნების წინ ქობულეთში ქართული ოცნების დაბალი რეიტინგის გამო იქნა მიღებული. მისი აზრით, წინააღმდეგ შემთხვევაში საკადრო ცვლილება ბევრად ადრე განხორციელდებოდა. რაულ თავერთქილაძემ საჯარო უწყებებში ნარკოტესტის ჩატარების აუცილებლობაზეც ისაუბრა, რადგან ფიქრობს, რომ საჯარო სამსახურებში ნარკოდამოკიდებული ადამიანები მომრავლდნენ. ღონისძიებას აუცილებლობა მისი თქმით გუშინ ერთ-ერთი საჯარო მოხელის დაკავების გამო გაჩნდა. ის გაათავისუფლეს იმის გამო, რომ ამ შემთხვევაში აჭარის მთავრობის იმიჯი არ შელახულიყო და მე მოუწოდებ აჭარის მთავრობას, რომ აჭარის მთავრობაში ყველა სამინისტროებში ჩატარდეს ნარკოტესტები. ვფიქრობ, რომ მოკალათებული არიან უკვე ბევრი ნარკომანები. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა ინფორმაცია დავით თამაზაშვილის აჭარის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს უფროსის დანიშვნის თაობაზე, თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ემსახურება იმას, რომ იგი არის წარმოშობით ქობულეთელი და ათულოცნებას დაბალი რეიტინგი აქვს ქობულეთში და ალბათ წინასაარჩევნოდ არჩევნების უკეთ ჩატარებისათვის და დასახმარებლად ჩამოიყვანეს.